რამაზ! დიმა! ურასასა. მოდი. დელა თავიანია. არის. ფორმებია. ბიჭებისთვის შევაკერი. საიდან? წაიღე, რა დროს ეგ არის, დიმა, წაიღე. ბიჭო, ვისი აქეთ? რა მნიშვნელობა აქვს ამას? წამოიღე. შეიძლება ითქვას, რომ გუნდს ისტორიაში ასეთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არასდროს ჰქონია. როგორც მოგეხსენებათ, მიმინომ ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებას მიაღწია და ახლა საკუთარ კედლებში კვიპროსის გუნდს მიიღებს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ გამარჯვებულის მენტალიტეტი მომდევნო ეტაპზე გასვლა უნდა გაგვიმარტივდეს? გუნდს გასვლითი თამაში მოგებული აქვს ძალიან დიდი უპირატესობა. მაგრამ ამან არ დამოუკიდებლობს. ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერია. პროფესიონალები დაკომპლექტებული. ამიტომ ჩვენ მხოლოდ ამ მატჩის მოსაგებად გავდივართ მოედანზე. ისე რამ განაპირობა გუნდის ბოლო წლების წარმატება. ზოგი ხუმრობითაც ამბობდა, რომ ფინანსურმა კრიზისმა და დახურვის მისვლამ მეტი мотиваცია მოგვცათ უკეთესი შედეგი დაგიდოთ. რა ვიცი ახლა ეს ძალიან ისე დათქვამია. 90-იანებში როცა მე და დიმიტრი მესმუდი ამოდგინეთ, მაშინ უპირატესობას ახალგაზრდობას ვანიჭებდით. მათ მოძიებას, აღზრდას. ჩვენ პრიორიტეტ ყოველთვის იყო ახალგაზრდობა. მაგრამ მე როცა კრიზისის მომენტი დაგვიდგა და გუნდი გადარჩენისთვის იბრძოდა, შევიცვალეთ გეზი და ძველ გამოცდილ ფეხბურთელებზე ავიღეთ ორიენტაცია. და გამართლა. შედეგი დაიდო. ამაში ლომის წილი ჩემს გარდა ბატონ დიმიტრისაც მიუძღვის. მან დიდი ნდობა გამომიცხადა მე. და გუნდს მთლიანად. გამარჯობა. რამაზი არ არის? არა, ბატონი რამაზი არ გახლავთ. გუნდი 2 დღით დასვენებაზეა წასული. არავინ აქ? ბატონი მურმანი და კიდევ რამოდენიმე თანამშრომელი. ბატონი მურმანი? დიახ. თუ შეწუხდები დაუძახე რა. კარგით. უკაცრავად, იქეთ არ შეიძლება აქ დაელოდეთ რა. მიდი დაუძახე.
ვა, მურმანჩიკ. დაგარბენინებენ ისევ წყლებით. ბევრი რამე შეცვლილა. შენ ეს ირაკლი როა, დირექტორი. მაგის ნახვა მინდოდა და ავსტრიაშია, ხო? ხო, მე მგონი კი. და რა საქმეზე წავიდა, ხო რეცი? რა მე ამბობენ პირადულზო და ეს მინდორი რო გაკეთდა ხედავ და გარემოთ და კიდე რამე. აი ეს ერთი სპორტული მაღაზია როა ის ბიჭებად თვითონ მოახერხეს რაღაცა. გასაგებია. ეს ტრიბუნები რატო დაბაუსდა? ტრიბუნა რაღაცა კრედიტს ელოდებოდნენ. მე არ ვიცი, ირაკლი მე ყველაფერი გადმოიბარა თავის თავზე და არც კრედიტზე გვიკითხია, არც ჩვენ არ გვეუბნება და ჩვენც არ ჩავრეულად და ვართ მოკლედ. რამაზი როგორ შეხვდა ამას დირექტორები არ მყავს. გიყვარდეს, იყო შეხლა შემოხლა, მაგრამ მე შეგუა სხვადასხვის ირაკლიც კაი კაცი აღმოჩნდა. ირაკლი როგორი კაცია, მაგას მალე ნახავთ. ასევე ვფიქრე, რომ იქ ვიქნები, სახლს მივხედავ. ერთ-ერთი არის, რომ სამთარიად ცოტა რთული. სხვადასხვა დადიოდა ბავშვობის ციკლს. ვა, შენ რას აკეთებ? აი, მე და გია გეგმობ ჩვენი ბავშვობის მომავალს, ალაგებთ. იზელმა დაგეგმა მომავალი. ასე რომ სვა ლოთი. ნუ სვა. ჩემმა მტერმა დაგეგმა ფიზელმა მომავალი, ჩემო კარგო. ამიტომ დაიწყე შენც და მოდი შემოგვიერთია. და გურანდა. არა, მადლობ. მე გადასარევად მაქვს ყველაფერი დალაგებული მომავალს. შენ კიდე სტუმრებს მაინც მიაქცია ყურადღება. სადღერძელო მაინც თქვი. ასე რომ სვა ლოთი. გადასარევი აზრია, ჩემო გია ეს სოფელში წასვლა. რას გეტყვიცი? ამომეცე თან სოფელში წასვლა. რა იყო? შემიძლია აი აღარ შემიძლია თქვენი თეატრი ეს თქვენი წვერის სცენის აი აქ ამაყარა გამახსენე რა ქვია შენ სოფელს ჩოხატაურის სამება კი არაჩვეულებრივი კარგი სოფელი მე არა ვარ ნაპოლი მაგრამ სამაგერო ჩოხატაურში ვარ ნაპოლი იქ რაღაც გასტროლი იყო კომუნისტების რაღაცა ახმაროში ვარ ნაპოლი ჩეულატონო რა მინდა მე გამომიყავი ერთი ოთახი ერთი მჭადის ნაჭერი ერთი ხველი ერთი პედები ფაფის არა იქნება ყველაფერი არაყი არ დაგავიწყეთ ეს რას გეტყვიცი ხვალ დილით დავწერ გაცხადებას რაც მეპირე საქმე ეს კორტილი რა სიზამს არ ვიცი, ისე არიან აჭრილები. რა მნახლა რა. თუ წავენ რაღაცას არავინ არ ფსარწავს. მომისმინე. შენი მშობლების კორტილში მე ვიყავი მეჯვარედ. არ გახსოვს შენ. ვიყავ. არ ვსვამ. მაგრამ თავადამ იმისთან 5 განსხვავებული დამალევინა. 3 დღე ჭკუაზე არ ვიყავ. არა, არ ვსვამდი. ეგრე არ ჯობია მე. მან დავლევდი. ნიერი ვარ დღეს. ზურიკო თინა, ჩემ მეორე შვილია, ამიერიდან. ასეთი ბედნიერება ოჯახში მარტო ბავშვის დაბადებას მოხდა. ხო იცი? ხო და ძალიან ამაყი ვარ დღეს, მამა. აი როგორც თქვენ დააგვირგვინეთ, თქვენი სიყვარული აი ასე დღეს.
აი ასეთი ბედნიერი ვარ მე. ხო და ეხლა თავს აღარ შეგაწყვეტ, დატკბით ამ ყველაფერს, მიყვარხარ, შემოგევლი. შენ და ჩვენ ბედნიერებას გაუმარჯოს. გენი გაწვალეთ. გაგიმარჯოთ. გურანდა. გაუშვებასხელი, ეს არაა ვინიჩი. ვინიჩიკა არც ესაა, მაგრამ დაასხე ახამდე. ბატონო. აი, ნებებადარძალის მოვიდა. ვა, ზაზა. რამაც ეს კაცი რო არ გერჩია და გამოგეშვა ჩემ საშუალოდ ეხა ქორწილი კი არა ეხა ყოიცი სანად ვიქნები. ენაცვალეთ ორივეს. გენერალ ბედნიერი ვარო ჩემთან ერთად ხარ როგორ ცხოვრობს. ზაზა. საწავიდოდი აბა, სადმე დავსულა. ჩემ გენიცი. აბა, დავლიოთ. შევსვათ ეხლა ნებებადარძის ადერდება. კარგად იყავით. იყვარდეთ ერთმანეთს, პატივი ეცით ერთმანეთს და ძალიან გთხოვთ, დაუთმეთ ერთმანეთს. არის გენერალ, რა თქმა უნდა. გაიხარეთ და გამრავლდით. შენ რო ხარ შვიდად ვარ, როგორც ბიჭო. შენ ესთან ხო თამაშობდი კუიჩში? ი, ამან როგორ არ თამაშობდი? ხო იცი, ხო გახსოვს რა. ხო, დამირეკა წაგალი. აი, ღმერთო, ჩელი როგორ დამოვიწყე. არა უშავს, არა აქ. აუ ეს რა მითხარი. არ არის აქ და ვერ მოვიდო და არ შეწუხდე მაღაზია. მაგრამ დიდი მოკითხვა და მოლოცვა დამომაროს მენთან. ხო, ასე გადაეციო, მითხრა, 11 კაცი ვახვედრებდი და 300 კაცი როგორ ვერ მომახვედრავ. ბიჭო, ეს გოგონდეს, ხო? ახალი ექიმია, ჩვენი ჩაჩოს ასისტენტი. მიღადავდი? რატო გეღადავდი? მე არ უნდა გავუცნოთ, ამაგარი ექიმი ყოლია. ჰა? ფეხბურთი ითამაშებ გაზი. დეჯავუ მაქვს. ესეთი შეგრძნება მოხდა ერთმანეთს ვიცნობთ და აშკარად არ ვიცნობთ. მე ვარ გიორგი ცკეტიშვილი, იურისტი. სასიამოვნოა თუთა. თუთა? თუთა ძალიან კარგია. ლამის სახლში შემოიჭრას თუთა. ლამის წელზე შემოხვიოს ხელი. ხო, რამე თუ დაგჭირდა. აი ეს არის ჩემი საბიუჯეტო ბარათი. ნებისმიერ მომენტში შეგიძლია დამირეკო. მადლობა. არა, რა მადლობა. ზაზა მე გამომშვებინე ციხიდან და ლევანი მე დავაშორე ცოლს. არა, ისე შორდებოდა ცოლს, მე პროსტა შვიდობიანად დავაშორე რა. შენ თიკუნას მეგობარი ხარ? არა, ბექას ასისტენტი ვარ. გუნდის ექიმის. ექიმი. შვენიერი. სხვა შორის ექიმებს და იურისტებს ძალიან ბევრი რამე გვაქვს საერთო. მაინც რა? ну აი მაგალითად კალიგრაფია არ გვივარგა. კიდე ადამიანებზე ვზრუნოთ ორივე. მოდი გაგვიმარჯოს. ვარ უცეკვად. არ ვცეკვავ. არც მე არ ვცეკვავ. ბავშვობაში კი დავდიოდი ხალხურ ცეკვებზე, მაგრამ მარტო ცერებზე ასლავის სწავლე 8 თვლაში. ხოდა, აუცილებელი არ არის რომ ვიცეკვოთ. უბრალოდ გავერთოთ რა. ცოტა დავლიოთ. მე შეიძლება თაიგულის დავიჭიროთ, მე დავიშალოთ რა. აი? დამს. საგახარ და ჩვენ? რა ვიცი, ვეღარ მოვახერხე რა. დალებრამე? არა. გაიყო. რა ვიცი. რაღაცა საქმე მაქვს შენთან და ითქმის, რომ ვიღოთ? ეხლა გითხრა. აი. კოტე იყო ბაზარზე. აბა კოტე. კილოვანი. უბრო. რა მაქვს ახუნარი. ჯერ შენ გიკითხა. მერე დიმიტრი სად არისო? ესე რა. დაში. მან იხედე ხლა შენ თავს. ჯეს მეაქცია ყურადღება. მე წავალ რა. ბიჭებს გამოვიშვიდობები და წავალ. აბა შენიცი. აი. ო კიდე გამოვივლიო. შენ არ ენერვიულო რა, ყველაფერი კარგად იქნება.
ამას ჭიქ. მიდი ვარ ახლა მე. მიდი ხარ თუ ო, თქვენიც რა. ჩემი ჭკუის დარიგე ვარ გინდა თქვენ, იცით რა მნიშვნელოვანი თამაშია? და თქვენიც რა, იურა. შეიძლება מחარას იმედი მაქვს. კი, არ ინერვირებოთ, ბატონო, რამაც მიხედავთ. მითი მიდი ხარ. ტაქსი მყავს გამოძახილი. ესე გაგაცილებ. არა, დაჯექით. გაგაცილებ. იყავით, რაც მინდა თქვენი გაცილებით. რატო წამოდი. იბაკო თეორია იაპონური ერთ ეგივეა, მაგრამ ნუ რადგან განსხვავებები არის და მაგას მე აგიხსნე რა, ეხლა წავალ ჩემთან საგურამოში. ვა, მაესტრო. მიდი ხარ კაცო, მე. დარჩენილი ხარ ცოტა ხანი რა. ეს იცი ვინ არის? ეს არის მოურინიო, ანჩელოტი და პელე რო დაამატო ზემოდან კიდე რა. ხო იცი როგორ მეპარხ. ვიდეო გუდუ. ეგ თამაში ნუ მოიგოთ ისოდე. აუცილებლად გუდუ. მიხედე ახლა ხალხს რა. ხო. დილით სუბუქი ვარჯიში და მე თეორია. იროდარ. რჩვენია. ეს რა გინდა რა არის? ეს ისა თინამ რო ბუკეტი შემოაგდო ის უნდა ჩამოვიღო ეს ცისფერ კაფეში გოგო ვნახე და მე ჩამოვიღებ და მეთქვი აშენ ბუკეტი მეთქი მაგრად უნდოდა და იქნებ რაც ხან გამომივიდეს რა ჯო მე შენ ბიჭების მისახედად ვტოვებ ბაღდა შედითონ ყოფილ ხარ მისახედით მინდვრის საკვები ხარ ვევლი მარტო მაესტრო მეც ხომ მინდა ცოლი გეთ ხომ მინდა გინდა მივხედავ რა კარგი მაესტრო გუდუ ბუკეტი არ უთხრა თაიგული უთხარ თორე მოგვეჭრათ ახლა ის ჩვენი ადონი რა ქვია მას იურისტი რაღაცა ბიჭო ცოტა რიგინებს სიმთვრალეში და მიაქცია ყურადღება თუ გაციხარ რამე შარს არ გადაეყაროს აუცილებლად თქვენ ახლა თქვენი იმედი მაქვს ერთი წუთით ეხლა თან საქმე მეგობრებო სიყვარულის სადღეგრძელო მინდა ვთქვა უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე სიო არ დაქრის დღე არ გრძდება საციხარულოდ უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ მოდი ამ ჭიქით ჩვენ უსაყვარლეს ნეფე პატარძალს გაუმარჯოს მამას ცხოვრება ქორწილიდან გამოყვა? ხო, თაიგული დავიჭირე. რატო ცოლი მოყავს? შეიძლება. ესე მალე დამთავრდა? არა მიწამოვედი ადრე.
გაუხარდება ნანას ყვავილები. ჩამოვიდა ფიგური? სადა? არაფერი. მოდი მევიძა, მინდა? გძირებ მოვაჭა? არა. აბა? მომაწადე რა ის ვაზა. რა? თვრალი ხარ? როდის იყო ხსოვი? დედა? აი მე რა არის ეს? გამარჯობა ქალბატონო ფიგური. ხო ვიცი რომ არ შემიძლია ეს ყვავილები, თანაც ვარდები, ალერგია მაქვს. მოაშორე აქედან. გავიტანე. მომენატრე მაგრამ. რა უნდა და ვაჟბატონს? არაფერი. ხო წკიტო. ხო, ლევან. ხო. სადა ხარ ახლა შენ? რა არის? მე მახარა და ისა კამანდა მივდივარ ჩემთან საგურამოში. სად ჩემთან საგურამოში? კაცო, შენ სადა ხარ მე მოვალ. ბიჭო, ეკასთან ბავშვს გამოუვარ. ნახტები. დამელოდე, მოვალ მანდა. აი. აი. გიჟია. მოიცა გააჩი. ეხლა დავათ რო ხორები. მე ამენგრეს თელი სახე ამათი. გაიგეს ტრაგი მოხდა. my neck.
კაროჩე რა. რა უთხრა ხა რომ მოვა რა უპასუხო მაესტროს მითხარი. მე რამე არ ჭირდეთ ამ ჩემისებს რა ვიცი ნერვიულობ. ხო არ ვიღუპებით ვაფშე. ისე გუში უნდა გავყოლოდი რა. რაღაც ამბავს მაინც მოვიტანდი. რა უნდა გაყოლოდი ძილს მოგაშორე იმ ხარ. რომელზეც ავატარივით გოგორო იყო? ო, ცისფერი გავარო ის. აი რა მომაშო. ისე ჟორი ყველაფერი გავაკეთე ზო. რა შემეძლო სიმღერა, ცეკვა. აი ისიც მოვინდომე ესეც მე ვფიქრე თავს მოვაწონებ მეთქი. მერე ვიჯო, მერე ამ ლუსტრაზე გარუჩი მაიმუნივით ვეკიდე 1 საათი. 1 საათი ამ ბუკეტს ვეჩალიჩები, მე ჩამოვიტანე ეს ბუკეტი. და აშენ ბუკეტი მეთქიას და ბიჭო ჩამეხუტა ჟორი გოიძე ჩამეხუია და ამბები და მერე კაროჩი ლექსები ხომ უკითხე თელესაღამო. აი რა უთხარი მე გაგაცილებ მეთქი რა და რას მეუნება ხო იცი? აქ ხმარი მყავსო რა. მე ვთქვი ხმარი თუ მყავს რა თვითონ მიდექი ამ ბუკეტების იმაში რა ვქი გუნდში დამჭერების მეთქი და აი უბრალოდ მისწორდებოდაო რა. აი კაროჩი წარმოგიდგენია ხო სანამდეა ეს ამბავი. ო რა გიწვალია. გიწვალია ბედი არ გიტა მაესტრო მოგვიძე. რა ხდება ბიჭებო? გამარჯობა მაესტრო. რა ვიშოს? ვარჯიშობთ ეხლა სულ უკან 9 საათი. მერე წინა თამაშის გარჩევა გვექნება და დავამთავრე. გარჩევაზე დამიძახეთ მეც რა. ხო, კარგი. ისა მახარა რატო არ ვარჯიშობს? ისა მაესტრო მინდოდა მეთქვა რა. ისა მახარა ლუკა და ლევანი და ანგისა არ არიან რა ვარჯიზე არ მოსულა. რა უკაცო ვარჯიზე არ მოსულა? რატო? ოშიდობა. რა ვიცი რეკავდა არ იღებენ 4-ვესთან ტელეფონი ქათიშული აქვს. რასა უკაცო წუთი უნდა მოვიდეს ბიჭო მეყარეების მეორე მწვრთნელი და ნიკოს და მახარას გაცნობა მინდოდა. რა ვიცი. ზაზამრავო. ზაზა რა ვიცი არ მე არ ვიციობა. ზაზა! ვიცი ერთი მივა. ზაზა! ხურა. სად არიან ბიჭო ისინი? არ ვიცი აზეა. რა არის ბიჭო არ გადავნი ხომშიდობა ბიჭო. ბოლოს ქორწილში ვნახე ამას დღეს არ მიმოპარაკია. ცკიტასთან ერთად წავიდი. ვისა? ცკიტა. დავიღუპეთ რა ცკიტასთან ერთად ბიჭო ახლა მაგენ ცოცხლები თუ დავბრუნდნენ მადლობა უნდა ვთქვათ რა. ცკიტას დაურეკავინ მე. რა ვიცი მე კარგი დაურეკავ მე. ისა მიხედეთ თქვენ საქმეს მიხედეთ. აი მიდი ვარჯიში. გიხდება. რამაზ, არც კი იცი როგორი მადლობელი ვარ შენი. გაფიცებ ერთი გულმა გიგრძნო უმუშევარი რომ ვიყავი თუ საიდან გაგახსენდი ა? ბაცო, რაღაცას გიტყვი და არ გაგეცინოს იცოდე. ისმენ. ეს ერთი კვირა ამეკვიატა რომ პენლებამდე მივასახნე. და ამიტომ ჭირდები. გასაგებია. თუ იცი როგორ ვიღებდი მე მაგ პენლებს. ჩემი პატარა საიდუმლო მქონდა. ეგ საიდუმლო გაგვიმხილე. მაესტრო აუცილებლად. მოვიდნენ. ვინ? ბიჭები მოვიდნენ და აგვიანეს, მაგრამ თეორიას მოусლებენ. ოდა როგორც მოვიდნენ, ისე წავიდნენ თვალით არ დამენახოს არც ერთი. ბოდიში ხტიან ახლა. არ გჭირდება მე მაგათი ბოდიში. საბავშვო ბაღი კი არ მაქვს აქ. კი მაგრამ მაგათ გარეშე თვალით არ დამენახოს არც ერთი. შენ თუ ფიქრობენ რომ მაგათ გარეშე მე ფეხბურთს ვერ ვითამაშებ, ძალიან შეცდარან. რამაზ, იცოდე? უდუ. იცოდე რომ ააკეთე რასაც გეუბნები. რა ხდება რამაზ ხომ მშვიდობა? Listen, I've been in football for a long time. I've seen teams defend. I've seen teams playing on a counter. But what Dimino played last match, it's not a football. It's not defending, it's just surviving. ძალიან უხეში თამაში იყო. ბევრი იყო ფიზიკური დაპირისპირება. მოწინააღმდეგე გუნდი ან ნებისმიერ საბრძოლო მონაკვეთში ჯარიმდებოდა და ბუნებრივია რომ ტემპი ძალიან დაბალი იყო. They crossed the halfway line maybe twice. Then they scored the goal. In the last 50 minutes, they were just lying on the floor. I don't know, they came here to win or to take a nap. ეხლა რაც შეეხება მომდევნო თამაშს.
მე მგონია რომ ეს არა მხოლოდ მიმინოსთვის, არამედ მთლიანი ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, no? Us, we go there to press, to dominate, to score. And when we do, and I'm sure we will see what really Mimino are when they have to stand up and play. მედიაში გავცედა ინფორმაცია, რომ გუნდის რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი არ სპორტულად მოიქცა. Აღარ მართალია ეს და იქონიებს თუ არა გავლენას გუნდის შემადგენლობაში. მიმინო 100% მზადაა შეხვედრისთვის. რაც შეეხება შემადგენლობას, ახლა ჩვენთან კონკურენცია დიდია. ამიტომ ძირითადად ითამაშებს ის, ვინც ყველაზე მეტად იმსახურებს ამას. აბსოლუტურად მთელი ქვეყანა. დიდი თუ პატარა. ყველა გულშემატკივრას მიმინოს ევროტურნირზე გასვლას. რა გზნობა, როცა ასეთი გულშემატკივრობაა და თქვენი აზრით, რამ განაპირობა მიმინოს მიმართ ასეთი განსაკუთრებული სიყვარული? დიდი მადლობა მინდა გითხრათ ამ შეკითხვისთვის. და დარწმუნებული იყოს ყველა, რომ ჩვენ ყველა თამაშს თამაშობს სულით და გულით. არა აქვს ამას მნიშვნელობა, ეს იქნება ამხანაგურთი ევროტურნირი. ჩვენ მინდორზე გავდივართ აუცილებლად მოსაგებად. მაგრამ ყველა დიდი мотиваცია ჩვენთვის მაინც არის ჩვენი გულშემატკივარი, რომელიც ყოველთვის დგას ჩვენს გვერდით და მადლობა მინდა მათ უთხრამისთვის. გუნდები უკვე ნელ-ნელა გამოდიან სტადიონზე, დღეს მიმინო თამაშობს თამაშს, რომელმაც შეიძლება ქართული ფეხბურთის ისტორია გადაწეროს. ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიმინო პირველი შეხვედრა მინიმალური სხვაობით მოიგო და დღევანდელ შეხვედრაში ფრეცკი გვაძლევს ხელს და იმედია, რომ გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ამ წარმატებას მიაღწიოს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სურვილებია, ეს ყველაფერი ვარაუდია, მეტოქე ძალიან ძლიერია და იმედია ეს ბოლომდე მობილიზების იმედია ჩვენი ბიჭები და მიაღწევენ სასურველ შედეგს. და ხედავ შემადგენლობებს და ჩემდა გასაკვირად მინუს ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ლიდერი არ არის ერთბაშად. პირველ რიგში არ არიან ლევან მეტრეველი და ლუკა ვადაჩკორია, ასევე მახარაც არ დგას კარში და მიმინოს კარს დაიცავს დღეს ჩეკურიშვილი. ნამდვილად ვერ გეტყვით, ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია თუ ვითია განპირობებული მთავარი მცველის ეს გადაწყვეტილებები, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ შემადგენლობა წინასთან შედარებით და ძირითადად შედარებით შესუსტებულია, ეს რაზმაძის გადაწყვეტილება, ალბათ თამაშის მერე გავიგებთ ყველაფერს, თავარია კარხალციაძე ვიყოთ ამ მატჩის შემდეგ, თუმცა ჩემასაც გეტყვით, ალბათ მინიმალური სხვაობით მოგებული მატჩის შემდეგ, როდესაც ყველაფერი სასწორზე ამდენ ხელა რამდევს, შეიძლებოდა ძირითადი შემადგენლობის დაყენება. თუმცა ინფორმაცია კიდევ ერთხელ მეორე არა გვაქვს თუ რატომ გააკეთა ეს რამაზ რაზმაძე. ძირითადი ფეხბურთელების გარეშე ვითამაშებთ დღევანდელ შეხვედრაში, ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ზედმეტად თვითდაჯერებულობამ ევროპული საკლუბო ფეხბურთის გრანდები და არა მხოლოდ ნაკრებებიც თუ როგორ იყვანა სავალალო შედეგამდე. არ ამგონია რომ ეს პრობლემა არსებობდეს. რა მიზეზია ამას ალბათ გავარკვევთ, მაგრამ ეხლა რაც თავარია ჩვენი ყურადღება უკვე მოედანზე, რა შემადგენლობითაც არ უნდა გავიდეთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვიგოთ დღევანდელი მატჩი. ხედავთ განწყობას ფეხბურთელებისა და მიმინოს ერთგული გულშემატკივარი ადგილზეა. სასწავლო შტაბი თქვენს ეკრანებზე. აქ უნდა გაკეთდეს აქცენტი კიდევ ერთხელ იმ გადაწყვეტილებაზე, ამაზე ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ კომენტარი არ აქვს, განმარტება არ აქვს თუ რატომ თამაშობ დღეს გადახალისებული შემადგენლობით. მატჩის დასაწყისი. მეტოქე სერიოზულია, რა თქმა უნდა, ბიუჯეტითაც, პირობებითაც ალბათ, მაგრამ თავარია მებრძოლი სული, რომელიც უნდა გამოავლინოს დღეს მიმინო. პირველ წუთებზე ბურთს ვაკონტროლებთ ჩვენს ნახევარზე. გადაცემა მარჯვენა ფლანგზე, მარჯვენა ფლანგიდან უტევთ. გაწოდება შეიძლება იქ საჯარიმოში. კარგი გადაცემა, არა დაიკარგა ეს ბურთი და მხოლოდ აუტ. პროფესორ მცველი, რომელმაც განაცხადა თამაშის დაწყების წინ, რომ გუნდი თავის შანსს გამოიყენებს აუცილებლად თუ ეს შანსი ექნება. პირველ წუთებზე რა შეიძლება ითქვას, რომ ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, ძალიან უჭირს მიმინოს. არაზუსტი გადაცემები მრავლობს, უბრალოდ მოგერიებაზე ვართ გადასული, ძალიან ძიმე თამაში მიდის. ეს არ არის ის თქვა, რასაც ველოდით, თუმცა
ბევრი დროა ჯერ დარჩენილი, ძალიან საფრთხო მომენტი მარჯვენა ფლანგიდან შეტევა მიდის და ისევ დააკარგეს ბურთი მიმინოს ფეხბურთელებმა მარჯვენა ფლანგზე. ჩოჩიევი იყო, რომელსაც არც თუ ისე ზუსტად ითამაშა, ეხლა მარცხნიდან უწევენ უკვე სტუმრები. აი ხედავთ ჩვენი გუნდის ლიდერებს. უფრო დატოვა მოედანი. ძალიან ნერვიულობენ მსმენელები, ძალიან ნერვიულობენ. კიდევ ერთხელ საინტერესო იქნებოდა მოგვესმინა განმარტებები. კიდევ ერთხელ მოედის ცენტრში გაიკარგა ბურთი, ზენდაიამ დაკარგა ბურთი და შემდეგ თამაშის წესი დაიღო. ფაჯარიმოში უყურადღებობა მორიგი და 11 მეტრიანი დარტყმა დაინიშნება სავარაუდოდ. რა თქმა უნდა, რაზმაძე უკმაყოფილოა. რაზმაძე უკმაყოფილოა, ძალიან ცუდი მძიმე სტარტი. და მოდი ვთქვათ, რომ შედეგის ლოგიკურია. გუნდის თამაშის ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს. აი განმეორებით ნახეთ ეს ეპიზოდი. თავიდან ზენდაიამ ითამაშა უხეშად და აი ეს დარღვევა უკვე არის საჯარიმოს შიგნით. აქ სადაო არაფერია. ზენდაია გეწყუბება ეხა არ ვიცი, მაგრამ ამ ჭუბით არაფერი არ მიიღწევა ნამდვილად. 11 მეტრიანი ნიშნული ანდრი ჰაჯი გეორგიუ დაარტყავს 11 მეტრიანი ნიშნულიდან. აი გუშინათბირის შეძახილები გესმის, თუ ჩეკურიშვილია კარშიდან, ნახოთ რა სიზავს ის. ანდრი ჰაჯი გეორგიუ ზორი გამორბენი დარტყმა მეკარე კუთხეში ბურთი მეორეში და სამწუხაროდ კვიპროსის ომონია ორი მატჩი ჯამში ანგარიში გაათანაბრა. ეს ლოგიკურია კიდევ ერთხელ მინდა გავიმეოროთ ჩემი აზრი, ძალიან ცუდი სტარტი იყო, ძალიან ცუდი რაღაც არიულობა, მოკლედ მიმინოს რიგებში, იმიტომ რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ძირითადი შემადგენლობის საკვანძო მოთამაშეები არ თამაშობენ დღევანდელ შეხვედრაში, რაც ძალიან ცუდია. მიზეზი იქნება, რა თქმა უნდა, არ არის რამაზ რაზმაძე ხა ისწველი, რომელმაც უმიზეზოდ რამე გადაწყვეტილება მიიღოს. ნახოთ, აკონტროლებენ ბურთს მიმინოს ფეხბურთელები. ნუ შეტევაზე უნდა იფიქრონ, ალბათ უფრო მეტი მაკარაძე მარჯვენა ფლანგზე გადაიტანა ბურთი, გეგენავა. მარჯვნიდან ცდილობენ შეტევის ორგანიზებას მიმინოს ფეხბურთელები, ორი მატჩი ჯამში ანგარიში თანაბარია კიდევ ერთხელ. შეგახსენებთ. ზენდაიამ ის პოზიციური შეცდომა დაუშვა, მანამდე ორჯერ უხეშ შეცდომა დაუშვა, ბურთი დაკარგა. შესაძლოა მეორე ტაიმში შეცვალონ კიდევ ერთი კონჩეტევა კვიპროსელი ფეხბურთელებისა, ძალიან საფრთხო მომენტი ლუკა მორეტი. სივრცე გაათავისუფლა მან და გოლის ავტორი გახლავთ კირიაკუ, რომელმაც ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. ნუ ვერანაირ კრიტიკას მიმინოს თამაში ვერ უძლებს. მაყურებელი ხედავს კიდევ ერთ იმედგაცრუებას. რა თქმა უნდა, ჩეკრუშვილი უზდური აღმოჩნდა და იდეალურად ითამაშა კირიაკუ. მორეტის პასი გამოიყენა. აი თითქოს ძალიან ცუდ ხასიათზე არა და ასეც არის, მაგრამ ჯერ დანებება არ შეიძლება. პირველ ტაიმში პრობლემები ძალიან ბევრია. ზენდაიას პასი იყო, ბურთთან მოეწყალები დატოვა და საჯისასტვენი პირველი ნახევარი ამით დასრულებულია. იმედია სწორი დასკვნები გაკეთდება და ნახოთ მეორე ტაიმში როგორ ვითამაშებთ. I did a mistake like a kid. He's not normal. Thank you. ცოტა გიკვირთ ხომ? დანიელის აკოფნა. იცით რატომ გავაკეთე ეს? ამის შემწვა. და მივხვდი რომ მარტო ვერ გადავიტანდი. ვიფიქრე თქვენთვისაც გამეზიარებინა ჩემი გრძნობები. და ცოტათი მაინც შემემსუბუქებინა ის სიმძიმე, რასაც ახლა ვგრძნობ.
ამიტომ ვთხოვე დანიელს ტრიბუნებიდან ჩამოსულიყო და აქ შემომყოლოდა. შეხედეთ ახლა ამას. ჩახედეთ თვალებში და მითხარით. რა უთხრა, როცა თამაშის შემდეგ მეტყვის ბაბუ რატომ წავაგეთო? თქვენ რას ეთყოდით? რას უპასუხებდით? რას უპასუხებდით ამის თაობას, რომლებიც იმედით გიყურებენ და ვისთვისაც თქვენ სამაგალითო კაცები ხართ? რა უთხრათ ჩვენს გულშემატკივარს, რომლებიც ახლა ტელევიზორის ეკრანებთან ხედან? ზუგდიდში, თელავში, ფოთში, გორში, ვანში, სამტრედიაში, სოხუმში. უთხრათ რომ მეტი ვერ შევძელით? უთხრათ რომ არ ვიყავით გამარჯვების ღირსები? ღირსება არ გვინდა დღეს ღირსებაზე ლაპარაკი? ღირსება ის კი არ არის. აი გავალ ახლა მიდორს, გახვალ და მერე რა? ღირსება ის არის იქედან როგორები გამოვალთ. კაცები, რომლებმაც დაძლიეს შიში, რომლებმაც აჯობეს საკუთარ თავს. თუ კაცები, რომლებიც შეეგუენ დამარცხებას. და თქვენ გონიათ გადაგივლით? ეს არ გადაგივლით. მთელი ცხოვრება გაყვება დღევანდელი დღის სინანული და საკუთარ თავებს ვერასდროს აპატიებთ. დამიჯერეთ შვილებო, დღევანდელ დღეს თქვენ საკუთარ თავს ვერასდროს აპატიებთ. ადექით ახლა. გადით მინდორზე, როგორც კაცებს შეფერს, რომლებიც შემართული არიან გამარჯვებისთვის. გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ამის არ შეგრცხვეთ. ამის და ამის თაობისთვის თვალებში ჩახედოს. იწყება შეხვედრის მეორე ნახევარი. მოლოდის ცენტრში ბურთით მიხალის პაპანასტასუ გახლავთ და კოკოსელება შეიყვანეს ბურთი თამაში. ჩვენი ხატაფშენია, იმედი დავიტოვოთ, რომ მიმინო შეძლებს თამაშს გამოასწორებს, უფრო მეტი აგრესია შეტევაში საჭირო, თუ ასეც არის პრინციპში მაღალი პრესინგი მეტოქის საჯარიმოში. კარგად ითამაშა ამ ეპიზოდში არშიბაიამ. ეს სვლილება განხორციელდა, როგორც მოგეხსენებათ. კარგი იყო არშიბაი ამ ეპიზოდში, აკონტროლებენ ბურთს მინუს ფეხბურთელები, აგრესიული თამაში მიდის, პრესინგმა გამოიღო შედეგი. ხედავთ რამაც რაზმადეს, არ არის ცუდი დასაწყისი, არ არის ცუდი დასაწყისი, ოპტიმისტები ვიყოთ მაინც მიუხედავად მეტოქის ძლიერისა და არსებული ანგარიშისა. ტემპი უფრო მაღალია, უფრო აგრესიულ გუნდს ხედავთ. სახე შეცვლილია მიმინო მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე. დიდ უპირატესობას ფლობენ დარტყმა კარის სიმართლეებით. მცირე მანძილითაც და ბურთი მეტოქის კარს. თუმცა არა უშავს, კიდევ იქნება ალბათ ესეთი შანსი, მაგრამ დიდი სიმთხილეა საჭირო, რათა კონჩეტევები არ გამოგვეპაროს. ყურადღებით თამაშობს ამ ეპიზოდში მაისურაძე, ის წააქციეს ჯარიმა. ხედავთ მაისურაძეს თქვენს ეკრანებზე. გრძელი პასი მარჯვენა ფლანგზე. სახიფათო მომენტი შეიძლება გატანა. არ არის ეს ძლიერი დარტყმა, ცოტა უბირიამ ნელა დაარტყა პრინციპში, არ იყო იდეალური პოზიცია, მაგრამ შეეძლო გატანა ნამდვილად. ეს იყო მეორე მომენტია მეორე ტაიმში. მიმინოს სრული ტერიტორიული უპირატესობა აქვს ბურთის ფლობის ხილვას, კიდევ ერთი შეტევა, სახიფათო მომენტი ჯარიმა ინიშნება. ჯარიმა უნდა დაინიშნოს აუცილებლად.
მაგრამ საჭმა გაატარა ეს ეპიზოდი კიპროსელების აბნეურები არიან, იჯაჭვული არიან საკუთარ ნახევარს. კიპროსის გუნდის ფეხბურთელები. კარგი იყო ამ ეპიზოდში გირგიტაძე ძალიან კარგად მოგეხსენებათ მისი ტექნიკური შესაძლებლობების ისრაფე. ეს არის ბოლო შანსი შესაძლოა მიმინოსთვის. ისინი არიან მეტოქის ნახევარზე. რამდენიმე წუთი რჩება თამაშის დასრულებამდე. კუთხურია. ეს არის კუთხური, რომელიც გვიტოვებს იმას. ჩადის მეტოქის საჯარიმოში ჩეკურიშვილი. ნუ ესე დასაკარგი არაფერი გვაქვს. არ არის პრობლემა. უნდა ჩავიდეს, რა თქმა უნდა, ჩეკურიშვილიც. რიცხობრივი უპირატესობა უნდა მოიპოვოს, ყურადღებას უნდა მიიქციოს, ჩაწოდება საჯარიმოში. ჩეკურიშვილის თავური დარტყმა და გაიტანა. სასაული მოხდა ჩვენ თვალწინ. დამატებით დროს წელოდებით. ძალიან ცოტა დრო რჩება, ძალიან მაღალფილია. რამაზ რაზმაძე. და შეიძლება 10 მეტრიანი დაწყების სერია ვიხილოთ დღევანდელ შეხვედრაში. სასაული მოახერხა მიმინომ. სასაული. ბოლო წუთებზე შემოწიალდა თამაში, ჩავიდა საჯარიმოში ჩეკურიშვილი, რაც რისკი იყო და ამ რისკმა გაამართლა. ნახოთ 11 მეტრიანებს, 11 მეტრიანებისთვის ათიხნებიან ალბათ სულები, მაგრამ ჯერ დრო კიდევ არის. ერთ-ერთი ბოლო ეპიზოდი, სახიფათო მომენტი, შეცდომა დაუშვეს. ალშიბაია შედის საჯარიმოში, მარტო მიიწევს წინ. ორი ფეხბურთელის გარემოცვაში ზუსტი გადაცემა. დარტყმა! დარტყმა და 3-2. გადამწყვეტი ბურთი გავიტანეთ. უპირია მატჩის თავარი გმირი, თუმცა უცებად ალშიბაიას კარგი გარღვევა უნდა. აღნიშნოთ მიმინო შესანიშნავად დაამთავრა დღევანდელი მატჩი. თითქოს უიმედოდ წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ. ეს არის სასაული. მეორე სასაული დღევანდელ შეხვედრაში. გასულებული კიპროსელები თითქოს უკვე მომდევნო ეტაპზე იყვნენ გასულები. ბრავო მიმინოს, ბრავო! ორი თამაში ჯამში მიმინო გადის მომდევნო ეტაპზე. გილოცავთ ყველა, გილოცავ მიმინოს ერთგულ გუშემატკივარს. ჩვენთან კი ბოდიში კიპროსელებს მიმართავ რა თქმა უნდა. რამაზ რაზმაძემ ძალიან ინერვიულად ეს აი ამ შემადგენლობით მოახერხა მიმინომ და მოახდინა სასაული. გილოცავ კიდევ ერთხელ. რა თქმა უნდა, მადლობა გულშემატკივარს, რომელიც არის სტადიონზე. ერთ-ერთი მთავარი გმირი ალბათ ჩვენი მეკარეა. დიდი მადლობა ყველას. განსაკუთრებით ბიჭებს. ეს ისტორიული შანსია ჩვენი გუნდისთვის. ასეთი გამოწვევის წინაშე ჩვენი გუნდი არ ყოფილა მას შემდეგ, რაც დიმიტრისთან ერთად აღვადგინეთ მიმინო. დღეს ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი გამოწვევისთვის. თავარია შევინარჩუნოთ თამაშის ეს სტილი და დონე. და კონცენტრაცია მოვახდინოთ ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ. ბატონო რამაზ, თუ შეიძლება გითხარით, დღეს თქვენ არათამაშეთ გუნდის 4 წამყვანი ფეხბურთელი, მათ შორის მეტრეველი და ვადაშკორია. სათამაშო დრო არ მიგიციათ მათთვის, რამე კონფლიქტს ხომ არ აქვს ადგილი? არანაირი კონფლიქტი გუნდში არ არის, ყველაფერი რიგზეა. ბატონო დიმიტრი, პირველ რიგში გილოცავთ გამარჯვებას. ეს რა თქმა უნდა თქვენი დამსახურებაც არის. მადლობა. წინა სეზონებში მუდამ იყო სპეკულაციები გუნდის დახურვასთან დაკავშირებით. შემდეგ იყო ლაპარაკი ფინანსურ პრობლემებზე. ახლა მაინც თუ დაუსვამთ წერტილს ამ პრობლემებს და ხომ არ იგეგმება რამე ცვლილებები მომავალი სეზონისთვის? ჩემი დამსახურება ნაკლებად არის აქ. ეს ყველაფერი ამ კაცის დამსახურებაა პირველ რიგში. ახლა ფინანსებზე ახლა ფინანსებზე სასაუბროთ, მე მგონი არ არის სწორი არც ადგილი და არც დრო.
მოდით გამარჯვება ვიზეიმოთ ერთად და ბიჭებს წარმატება ვუსურვოთ შემდეგ ეტაპებზე. უკაცრავად მეც მაქვს ერთი შეკითხვა. ბატონებო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მეც უერთდები მილოცვებს და წარმატებას ვუსურვებ მიმინოს. ძალიან მაინტერესებს ბატონო დიმიტრი, ბატონო რამას. აი როცა ახსენებენ მიმინოს წარსულს, წარმატებას და წინსვლას. რატომ არასდროს ახსენებთ მის მესამე დამფუძნებელს? რაი, ყوار გაგიხარდათ ჩემი დანახვა. უკაცრავად გალბატონებო და ბატონებო. კოთე არ ამგონია კარგი დრო იყოს ამაზე სალაპარაკოთ ახლა. კი ბატონო, უკაცრავად ბოდის გიხდით. მაგრამ მინდა რომ ხალხმაც იცოდეს ამ ორ არაჩვეულებრივ ადამიანთან ერთად მიმინოს მესამე დამფუძნებელი წყავს. თქვენი მონამორჩილი კონსტანტინე კოტე გელოვანი.